ბატონიკო რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით და ისეთ ნამუშევრად რომელმაც აი თქვა ყველაზე ცნობილი ნამუშევრებად რომ აღიარდა საქართველოში დიახ თქვენ ნამუშევრები და გამორჩეულად თქვენთვის რომელი ნამუშევრებია გამორჩეული აი საეტაპო ნამუშევრები რომ ვთქვათ რაღაც ცვლილება გარდატეხა რომ შეიტანა თქვენ შემოქმედებაში აი ესეთი ბევრი კარგი ნამუშევარი გაქვთ ერთმანეთზე უკეთეს მაგრამ რაღაცით რომ განსხვავდებიან თქვენ რომელს ახსენებთ რომელს გაიხსენებთ ხოლო ესეთი ნამუშევრები ყოველთვის არის ხსოვნიდან არა მოქრება არასოდეს გახსოვს უმახსოვს ხოლო ყველაფერს და იმახსოვრე როგორც ეხლა პოეტს ყველა ლექსი არ ახსოვს მაგრამ ის რაც გამორჩეულია იმას იმახსოვრე შინაგან თვითონ გამახსოვრებს თავის თავს ეხლა ვაჟებშეველა მოამრავი თავის ნაწარმოებები ვიცით მაგრამ ყველეთ კარგები სტოვარვასწილი ალბათ კეთილაური არწივი გვერდიჭამელი და ბახტრიონი ხლა გამოკვეთილად ხლა გამოფესხები არ ქონდა ბევრი ქონდა მაგრამ რაღაცა ეს გამოკვეთილად ეხლა ეგეთი ნამუშევრების ხელოვანი ყოველთვის აკეთებს და რჩება იმ ხსერებაში რომ ვერ დათმობს ვერ გაიმედ როგორც შვილს ვერ გაიმედებ იმ დაგვარად ცოტა გიჭირს რომ გაყიდო თუ არ გაიყიდა ვერ ვიარსებთ ხო მაგრამ აი ესეთებს ვერ ველევით ეხლა ეგეთი ნამუშევრები ჩემი იყო აი თვითონ ქეთევან დედოფალი თამარ მეფე გიორგობა აი ვაჟაფშაველა რომლებიც სახში გაქვთ და არელებით ხო ვერ ველევით თვითონ აი ეხსარი ესეთი ეხსარი პიროს მოგონება პიროს მოზე არის ერთ-ერთი 4 ჯერმა ფიროსოფიის ნამუშევარი მაგაკეთებულია 4 ვარიანტად ისეთი რომ აი ნუ ვერ რო გავყიდო მე მგონია რომ რაღაცა თითქოს აი თითქოს მარჯვენა ხელი აღარ რაღაცა დამაკლა თქვენი სწორი და სხეულის ნაწილივით არის რაღაც არის ნამუშევრები რომ კიდე ახლა მანდ აბსტრაქციები არის ისეთ ნამუშევრები თუ არ გაიყიდა სურვილის დამიხედვით ცხადავ როგორიც უნდათ ისე ცხადავ რომ ახლა თავი რა იცი ეხლა მე მაგალითად ხატავ პორტრეტებს, პეიზაჟებს ხატავ, აბსტრაქციას ხატავ და ფიგურულ ნამუშევრებს, თემატიურ ნამუშევრებს. ეს არის აი ცხენების ხატვა. ეხლა ცხენები ურთულესია ყველაზე ლამაზი ცხოველთა სამყაროში არის ცხენი და ადამიანს შორის ამობენ ქალია და მაგ. აი ცხენის დახატვა იყო ერთ-ერთი კოკი მახარაძე, ჩემ ბატონო გულისაშვილი, მაისაშვილი, მიტო ხახტაშვილი და მე ამბობენ ჩემზეც. ხო, ცხენებთან კავშირით არის ეგ. ისტორიული გმირები, აი რომელიც თქვენ დაგიხატავთ, ისტორიული გმირები, წმინდანები, აი რომ ახსენოთ და თქვათ რატომ ეს პერსონაჟები, უბრალოდ პიროვნებები. ვაჟაფშაველა ვიცით, ახლა ფიროსმანი ვიცით. კიდე ისტორიული ერთ-ერთი დიდმოწამე ქეთევან დედოფალი ჩვენთვის, ახლა საქართველოს ყავს 5 დიდმოწამე. სოფლიოში არის 24, ხო, დიდმოწამე 24 და აქ ქართველები არიან 5. ახლა მართლმადიდებლო ქრისტიანულ სამყაროში 5 რო გეყოლება მცირე რიცხოვანი ეს ახლა პატარა არ არის. ერთ-ერთი ნომერ პირველი ჩვენთვის ქეთევან დედოფალი რამოდენიმეჯერ ყავს ერთი 4 ჯერ სხვადასხვა ვერსიით გრაფიკაში დახატული. ქეთევან დედოფალი სიმონ პირველი, როარსა პირველი, თემბრაზ პირველი ჩემ ბატონო ეს ისტორიული პიროვნებები ესექსნის ერისთავი იმერეთის მეფე გიორგი მესამე დიდებული მეფე იყო საერთაშორის იმერეთის მეფე გიორგი მესამე როსტომ მეფე, ეს მეფეთა ისეთი დინასტიები ყავს გაკეთებული და ილუსტრაციები აი მციქში არის რაღაცა ნაწილი. ჩაგეჭირეთ ბოდიში, აი თქვათ იმერეთის მეფე, აი რატო გადაწყვეტეთ რომ კონკრეტულად ეს თემატიკაში გჭირდებოდა თუ რაიმე წაიკითხეთ ზეგავლენა მოახდინა. ზეგავლენა მოახდინა იმერეთის მეფე გიორგი მესამე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება რომელიც აფასებდა სააკაძის ღვაწლს, მის ომებს, მის ბრძოლებს. ახლა გიორგი სააკაძე დაუშვათ ტაშისკარის მიმართ მარაბდის ომის ომი ეპიზოდური ომები ასპინძის ომი ხარ თუ ეს ეპოქა თითქმის გიორგი სააკაძის ომებზეა გადასული, გადახდილი, მისგან არის გადახდილი და ეს ძალიან დიდ პატივს ეცემა გიორგი მესამე გიორგი სააკაძეს. იმდენად პატივს ეცემა რომ ახლა არის ოპონენტები, ვიცი მათი გვარი სახელები ვიცი ოპონენტები რა ცოტა ისეთ რაღაცას ამბობენ რომელიც არის ხელი იმიტომ არიან ეგეთები და ისინი ამბობენ ეს გიორგი სააკაძე იბრძოდა ბაგრატიონებს. ბაგრატიონ მეფეს ებრძოდა და ლოგიკურად სადღაც ესაც არის ხო იცი ახლა მეფე ღვთისგან ნაკურთხია და ამიტომ ბრძოლა ცოტა ისეთია გიორგი სააკაძე არ ებრძოდა თემბრას პირველს მის არასწორ ნაბიჯებს ებრძოდა პიროვნად კი არ ებრძოდა არ ებრძოდა იმიტომ რომ ქეთევან დედოფლიშვილია და მისთვის ეს ბრძოლა მასთან ბრძოლა ცოტა ისეთი არ ექნებოდა ებრძოდა მის არასწორ ნაბიჯებს იმერეთის მეფე გიორგი მესამე პირიქით რო ცდილობს გიორგი სააკაძე რომ შახაბასის წინააღმდეგ ანჯეყემა მოაწოს იცის გიორგი მესამე იმერეთის მეფე
და არ იცის ამ მხოლოდ ემრად პირება. გიორგი მესანი იმდენად პატივცემდა გიორგი სააკაძეს, რომ მის შვილს ხვარამზე ერქვა. ხვარამზეს ნება დართო, რომ გიორგი სააკაძის შვილს ავთანჯი წაიყვანა ცოლად. ნიშნობაში და ქორწილებაში. ესე იგი იცოდა გიორგი სააკაძის ყველა მოვლენები, ბაზალეთის მოვლენებში მისი ჯარი, იმერეთი ჯარი გვერდზე და აი ამ კუთხით და თუ დავუშვათ ეს პიროვნებები ეს ანტი რაღაც ამბებართო წარმოთქმენ ხოლმე ესე თუ ბაგრატიონს ებრძოდა რატო იმერეთს მეფეს არ ებრძოდა ისაც ბაგრატიონი გამიგე ესე იგი იჭედებიან ეგენი იჭედებიან ეგეთი ადამიანი იმიტომ რომ ისტორიულ დისკუსში გადავეშვებთ ახლა ჩვენ ეგ რომ გაერკვეს აი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ეს ასე იყო თქვენი იმდენი ნაშრომი გაქვთ ამ თემაზე მოკლედ თქვენი წიგნით ვარ წავიკითხოთ ჩვენ ესე ორი სიტყვით ამას ვერ აღვიქვამთ აი როგორ დაიბადა იდეა ფიროსმანის მეგობრები აი და აი ლუვრის წარმატების რაღაც ჯილდო ლუვთან დაკავშირებით აი ეს ზოგადად ვიცი აი ეს ორი თემა ჩვენ დავიწყოთ ფიროსმანის მეგობრების თემატიკა ხო ლუვთან არსებულ გალერეა კარუსელში იყო ეს გამოფენა მონაწილეობდა 600 მხატვარი 2010 წელს იყო აქ გალერეა ძირითადად არის გალერეა კამია და იქ მოხდენეს ნამუშევარი დაინტერესებული პიროვნებები ერთი ქართველი იყო მათ შორის როგალა ხოდამ იმანაც ეთქვა რაღაც მითითება მისცა და ეს ნამუშევარი იყიდეს ამ ფრანგებმა და წაიღეს მხატვრობის მაყურებლები ხოდამ მოხდა აი ლუვრთან არსებულ გალერეა კარუსელში და 600 მხატვარი მონაწილეობდა და აქედან 15 კაცის რაღაცა ჯილდოც აგებს რო გაჩნდა თქვენ საფრანგეთის ეს ის არის აქ ნიკოლეს სარკოზის მიერ გამოგზავნილი რაღაც სუვენირები იყო გამოგზავნილი 15 კაცისგან დაჯილდოება მოხდა 15 მხატვრის ერთი მე ვიყავი და განაჩენი სხვადი იყო აი ფიროსმანთან დაკავშირებით ახლა ეს იმდენად დიდი და ესეთი მტკივნეული და არც ამ მტკივნეული ესეთი სასიხარულო თემა არის გაიგე ახლა ყოველთვის ახლა ფიროსმანი მან როგორ აი ფიროსმანი თუ ცოტა ესეთი ღრმათად ჩახვედი მის ცხოვრებაში მის ნამუშევრებთან დიდხანს არ გაჩერდა ჩვენთან მუზეუმში მისი ცხოვრების რამეს თუ არ იგრძენი აი მისი სული სადაც ის იწვა რაღაც ფარდაგი იყო თუ რაღაცა ჭურჭელი იყო ესე იგი ფიროსმანს ვერ იგრძნო რაღაცამ სულ რაღაცამ უნდა შეგაძახო და ფიროსმანი იგრძნო და მის თემაზე დაიწყო მუშაობა ეგეთი ის ქონდა განცდამი ფიროსმანი სულ მაგ ეგეთი განცდამი გადაცემებიც ქონდა მაშინ ობიექტებში ქონდა გადაცემები ფიროსმანი ერთი ხუთში და ნერჯერ ობიექტები და არის ხოლმე ფიროსმანი ჩემი გადაცემა ფიროსმანზე 11-დან 12 საათამდე ну თუ მოხდება შეიძლება ნახოთ ინტერესანტ ფიროსმანში რომ გაიველი არ შეიძლება ფიროსმანზე არის ფიქრო და იყო მან კიდევ ერთი პოეტი დაბლუშვილი ხალხური მოლექსი კაც როგორ დამოვიწყო რა ხალხური მოლექსი მე ხა ეთიმ გურჯი მახსოვს ეთიმ გურჯი დაბლუშვილი იყო ეს ნამდვილად ხო დაბლუშვილი პორტრეტზეც მუშაობთ ახლა გაქვთ ნამუშევრები პორტრეტის თემაზე აი ეს ორი თემატიკა და აი მატარებელი რომელიც თქვენს ნამუშევრებში არის ხო რაღაცა ესეთი მატარებლის თემა მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ დავხატე რაღაც რკინიგზის იყო რა თემატიკა მოვიდა ეგეთი და მატარებელი ახლა ფიროსმან ძალიან უყვარდა მატარებელი საერთოდ მხატვარი ძალიან უყვარდა მატარებლის ხატვა იქ გამერომის მატარებელი და დღე და სხვადასხვა მე ერთხელ დავხატე ანუ ერთი ნამუშევარი გაქვს სულ მათემატიკაზე აღარ გაყვით თან აბსტრაქციულად დავხატე ისე თვითონ კლასიკურად არ იყო ეგეთი ну ხათრი დავხატე მაგრამ თემა ძალიან ისეთი მოგეწონათ მაინც ახლა ანუ საერთოდ შედეგი მოგეწონათ რომ მომწონს იმისი ნახატის ხმა მოგწონთ ხო ეგრე გაუყურებთ ელმას ბოლოს რო შეეს მაგრამ მე ნახატში ხო თემა საინტერესო ხატრე ძალიან ახლა პორტრეტი ისეთი რამეა ახლა იმ წაკში ნახავთ რამდენი პორტრეტებია პორტრეტი აუცილებლად პორტრეტი ფსიქოლოგიურად ხატრისთვის პორტრეტი გენანატურიდან გინერზე პირად ახლა უნდა ჩაწოდე პორტრეტისტობა ეგრე რაც პორტრეტია დაუშვათ ძნელი დასახატი იგივე დაუშვათ ხელები და ფეხები და თუნდაც ყური რთული ასეთ იგივე სახე ხო ამ სირთულებში გადის ეს ყველა ახლა მიქელანჯელოს როგორ ახლა იმისთვის ახლა პორტრეტი იყო ხელი იყო მოძრაობა მთლიანი ტანი იყო მისთვის სირთული არ იყო რანაირად რაკურსში ესე იყო და ესე ხატავდა იმ სიქსტის კაპელას წარმოვიდი 4 წელი რომ ესე დაიწყო ხატოს ახლა ეს სხვა ფანატიკი იყო სხვანაირად იყო ეგეთი მიქელანჯელო რაფაელი ლეონარდო სხვა წესი თავდილები იყო მე შეცდომას
მხატვარი შეცდომას არ უშვებს. შეიძლება შეცდომა დაუშვას, რომ ჩათვალოს ის, რომ დაუშვას სადღაც პიკნიკში იქეიფოს და პალიტრას დააგდეს. აი, არაფერი არ უნდა გელოდება პალიტრა, უნდა პალიტრასთან მიხვდეთ, რომ გამოტვა იცის. აი, როგორც ადამიანებს ჩვენია გავიბუდებით, ახლა პალიტრა მიცის, ქალი გაიბუდება. არ დაგემორჩილება, აი, ფერი იმას ერთის რამდენიმე საათი უნდა ფერებთან იყო, ფუნთან იყო, რომ მერე უკვე გაიხსნას შენთან პალიტრა. წარმოვიდგინე ეგეთი რაღაცაც არსებობს. გონება ვერ კონტაქტზე ვერ შემოდის, აი ურთიერთობაში ვერ შედიხარ შენ საკუთარ პალიტრასთან, რომელიც წელიწადები ატარებული. რაღაც გავსი გამომეცდია, მეც ვცდილობ ხატო ხოლმე და რაღაც მაგდაგვარი მომენტები მაქვს და ეხა დავფიქრდი რაღაც. კი, გამოტვა იცის ხო, აი ფერს ვერ აიღებს, სწორად ვერ აიღებს, მასტეხი. კი, რაღაც არ მიდის. ფუნდი შეიძლება დაგივარდეს, რაღაც რა გემართება. აი, უღა ისა შეცომა დავუში. რატომ მიეტოვე? საინტერესოა. ავტოპორტრეტი თუ გაქვთ ნახატი? ავტოპორტრეტი მქონდა ორი, გააკეთე ორი და ხატული, არც ერთი აღარ მოქვს ის ეთქმა მოსწონდა და ვაჩუქი გაჩუქებულებია. ორი ცალი სტუდენტები. ბატონო ნიკო, ეხლა მე წავიკითხავ ეხლა ეს ბატონმა რეკლენი ქაბაძემ ჩაუმიყალიბა ეს კითხვა. მე უბრალოდ წავიკითხავ და შემდეგ თქვენ გააცნებთ პასუხს. ჩემთვის ახლა ცოტა რთული კითხვები ესენი, მაგრამ ну ეს მისი ხედვა არის. ხო. აი ესე ჩამოყალიბა. სათითაოდ განვიხილოთ თქვენი შემოქმედების სამი მიმართულება. პირველი, ნაივორ ფიგურატიული ფერწერა, რომელიც აწყობილია კომპოზიციური სიუჟეტების სახით. მეორე, ნახევრად აბსტრაქტული ფორმის ფერწერა, მიღებული ფიგურის ფერში გაშლით, სადაც კომპოზიცია კრავს ჯერაც ნაწილობრივ წაკითხვად პერსონაჟის ექსპრესიულ ქმედებას. და მესამე, ექსპრესიული აბსტრაქცია მიღებული ფორმის სრული დაშლით. ფერთა ინტენსიური ტონალობით და შემოხაზული ხაზი, რომელიც ქმნის გეომეტრიულ ფორმებს. რაღაც ეს ერთ კითხვაში რო გავაერთიან და თქვენ ჩამოაყალიბოთ. აი მე მაგრად აბსტრაქციული ნამუშევრები რო გამიკეთებია და ახაც ახლა მაქვს ბევრი. აი ფერები ლაგდება ტილოზე, განწყობა ალაგებს, პალიტრა მზად არის, ყველაფერი ინსტრუმენტები მზად არის და ლაგდება ფერები ტილოზე. ალაგდება, ну, წითელი, ყვითელი რაღაცა შერეული დაუშვა ნახევარტონები, მუქი ტონები, ჟღერადები, არაჟღერადები დავიგდება და მე შორიდან უყურებ ამას, აი ჩემ გაკეთებულ რაც დავალეგე ფერები ტილოზე. მე უცბად იქ შეიძლება ისეთი მოძრაობა დაინახო ფიგურალური და ის ფერები გარდაიქმნას უკვე ფიგურაში, ადამიანის გინა ქალის გინა კაცის ფიგურაში, შეიძლება ცხენის ფიგურაში გარდაიქმნას, იმიტომ რომ კონტურს დაინახავ რა უნდა მოაკლო და რა უნდა გამოვხო და როგორი დატო და ის აბსტრაქციული ნამუშევარი შეიძლება უცბად იქცეს ფიგურული ნამუშევარი. თუმცა ისეთი მოდერნისტულად, შეიძლება ისეთი დეკორატიულად, მხატვრულად. აი თვითონ გაჩვენეს, უნდა უყურო, უნდა ეძებო და რო ეძებ და ცდილობ უკვე დაინახავ. და ვინც არ ეძებს ის არ ვერ პოულობს. ვინც არ აკაკუნებს იმას კარებს არ უღებენ. ეს ეგ ზუსტად აი უნდა ეძებო აქ რა შეიძლება გამოჩენ დაგენახება. თვითონ სახე მოძობა რაღაცა თვითონ დაგენახება ისე რომ ბიჭო ეს აკდა რა და ეს აბსტრაქცია იყო დაწყებული აბსტრაქცია და დამთავრდა ფიგურად. ამ პირიქით შეიძლება ფიგური გინდა ფიგურა დამეხატა მინდოდა დამეხატა ფიგურა უცბად გადავა აბსტრაქციაში. ისე დალაგდება თვითონ ფერი აი ქართული ნათქვამია ფერი ფერსა მადლი ღმერთსა. აი ფერი ფერსა არაფერია ყველაფერია. არაფერია ესე არაფერია ვიცით რა შეიძლება ეს სიტყვა, მაგრამ ყველაფერია, ესე ყველაფერით არის შემკობილი. ყველაფერი ან არაფერი. აი უწარმოებით ფერით მეტყველები ესა ფერით ადამიანში. მე მგონა კონკრეტულად ცალკე თუ ხატავდით ამ თქვა ფიგურატიულ ცალკე აბსტრაქციას ცალკე, მაგრამ შეიძლება ერთიდან მეორე გამოვიდეს პრინციპში მუშაობის პროცესში. უმეტესად ეგრეა ხო, უმეტესად ეგ დავიწყებ აბსტრაქციულ ნამუშევრებს, ეს ფერები დავალეგებ გემონების და მიხედავ რაღაცა ჟღერადი ფერები, მუქი ფერები, საშუალო ფერები, ნახევარი ტონები დალეგდება და მე რჩება ტილო ის იმ წუთას მე მორჩი ემოცია განწყობა მოიწურა, ჩემი განწყობა მოიწურა პალიტრასთან, ტილოსთან მოიწურა, მე ვერაფერს აღარ გავაკეთე, უნდა დაისვენე 1 საათი მაინც. თუ არ დაისვენე, ვერ დაინახავ იმას. დასვენება გჭირდება. ამოიწურე, ენერგია დახარჯე, დაიხარჯე ენერგია, მე უკვე დასვენებული ენერგიის შეხედავ და უცბად დაგანახებს იმას რა ჭირდება. დაღლილი ვერ და აი დაღლილი და უკვე ასეთ ესე ამოწურული ენერგია მოწურული და ესე იგი ენერგია დახარჯული ვერ დაინახა. აი დასვენებული დაინახა და მე ხდება ეგ შეცდომა. სხვა თვალითაც უყურებ. ხო, სხვა თვალითაც. ესაა აი ესეთი ქალაქში ძველი თბილისის
რაღაც პერსონაჟებიც რო ვახსენოთ, ესენი ეს გმირების საიდან ჩნდება ხოლმე ისო რაღაც ბერიკაობის თითქოს თემატიკა ეს ყველაფერი. ამას უკვე გამეზნულად ჩაფწერას არ ჩანაფიქრეთ ხატავს თავისთავად. ხო, აი უკვე თემატიური დავშათ მრავალფიგურიანი კომპოზიციები, თემატური იგივე ბერიკაობა, იგივე მოგონება ფიროსმანზე, იგივე კიდევ ამდაგვარი, მაგას უკვე კონკრეტულად აკადემიურად, კლასიკურად უნდა დაჯდომა, ესკიზი ფანქაში მოძებნა, დავშათ როგორ გინდა გადაწყვიტო. ეს სხვა მომენტია, რაც ახლა ვილაპარაკეთ, ეს სხვა მომენტი, იმას კონკრეტულად უნდა მოძრაობები უნდა ფიგურათა უნდა დადგეს, დაყენდეს რამდენი უნდა განაწილდეს ლამაზად ფიგურები და მე უკვე იხატები უკვე ის უნდა რა ქვია წყნა. ეხლა აქ ემოციით მუშაობ და უშად აბსტრაქციას და მე გადაყვანა ფიგურაზე, ამ ფიგურა აბსტრაქცია. ეს ემოციაა. მეტი თავისუფლება გაქვს. თავის ემოციასაც თავისუფლება ხო, მაგრამ აქ უკვე არა, აქ უკვე შეზღუდული ხარ და კონკრეტულად უნდა აჩვენო ის თითოეული ფიგურის მოძრაობა. ეს ბერიკაობა ჩემბოდა, იგივე მოგონება ფიროსმანზე, ეს ბიორიკაობა მაგალითად მარტყოფის ომის მერე ეს ზეიმი, გამარჯვების ზეიმი საგადისთან დაკავშირებით ბერიკაობით გადაიხადეს თბილისში. ეს ისტორიულად ვიცი. ქართულ ცხოვრებაშია და იმის გამო გავაკეთე ეს. მონუმენტალური გრაფიკა და ილუსტრაცია, თქვენ შემოქმედებაში რა მარტო თქვენ წიგნებზე მუშაობთ ილუსტრაციაში თუ სხვის წიგნზეც მოგიწიათ თქვათ? სხვის ამდენი დროც არ აგაქვთ თქვენ გადაარც გამიკეთებია, არ გამიკეთებია სხვის წიგნი და გაუმე ილუსტრაცია არ დამეხატია. ჩემი წიგნები. ნუ სხვისი თქვათ გინდა თუ გარდაცვლილ ვაჟა-ფშაველას თემატიკაზე, ანუ ხვისწყაოსნის თემატიკაზე გამიკეთებია რამდენიმე ილუსტრაცია. ხო, გამიკეთებია. ნუ ახლა ვეფხისტყაოსაც ვერ შეკადრება, ახლა ისეთი კორექციებს არ გაკეთებული და ილუსტრაციები ვეფხისტყაოსთან ახლა იქ თქვენი ხედვა საინტერესო იქნებოდა. ხო, იქ მე უფრო ფიროსმანისკენ მივიდივარ, ფიროსმანისეული ხედვები რაღაც ერთი ახლა ფიროსმანზე რო გაივიძე თბილისში, არასებას იქ დუდუკის ხმას მოგეს, არა იმ ცდას ფიროსმანი მახსენდება და მოვდიოდი მე სახში უცბად მალე მოსულიყავი. მაკარის აი ფიროსმანზე ახლა ვიცი რომ ამას და გულდასმი დაათვალიერება ამ წიგნს. დიახ, ახლა მან იმდენი საინტერესო რამე საქედა მივხედა. აი ხო, არის მოვლენაზე ნახე. აი ხო, ეს თითქმის არის მხედრობა, ქართული მხედრობა, გამარჯვებული ქართული მხედრობა. ნახე, სერგო ფაბულადეს თან რო იქნები, ორი თეთრ სამი თვე რამდენიც უკვე იქ სხვანაირად იწევს ადამიანს ფიქრი. ისეთი აღარ ახარ როგორც ბარემ რჩეული მხატვრებით ასეთი კითხვაც გვაქვს. ეს რომ დაგვისახელოთ რამოდენიმე უცხოელებიდან დავიწყოთ და ქართველ მხატვრებზე გადმოვიდეთ. აი კი ბატონო. ისეთ ვისაც გაიხსენებთ. მხატვრები რომელთა იდეებზეც გავიზარდეთ ბევრი და ქართველი მხატვრებიც რა. ქართველი თანამედროვე მხატვრებს თუ დაასახელეთ ძალიან კარგი იქნება რამოდენიმეს. ნუ ახლა იმდენად ინდივიდუალური მიდგომებია დღევანდელი ქართულ მხატვრობაში, იმდენად სხვადასხვანაირი მიდგომებია რა. ნუ ხო იცი ინდივიდუალური თავიანთი გეონებიდან გამომდინარე. რამოდენიმე მაინც გეყოლებათ ისეთი, რომ იტყვით, რომ აი ჩემი შემოქმედების გარდა კიდე მომწონს თქვათ აი ამ მხატვრის შემოქმედება ასეთი. აი ამ მხატვარი ვინც დღეს არიან მუშაობენ და ჩვენამდე კიდე ვინც იყვნენ, კიდე ადრე ვინც იყვნენ, მაგათი საფუძველი, მაგათი აღების მხატვრობის როგორც შინაგანი ნეს საფუძველი მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი, ტიციანი, ვერონელე, ტინტორეტო, ეხლა პიროდელა ფრანჩესკო ესეთი პიროვნება იყო, ახლა წარმოიდგინე კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მოიწყვენა ჩვენი მხატვრებმა გიჟი, კედლის გიჟზე ძახმარზე ხარ მაფლა ფიგურებს ხატავდა მიქელანჯელო და ეგაც მაზაჩოც აი ისეთის მოიტანეს ყველა მხატვარი დაკავშირდა მაგათთან. ის ცოდნა და რა ვთქვათ ის კულტურა, მხატვრობის კულტურა მაგათ გამიიღეს. უძველები ამ ადამიანებს. ახლა უკვე შემდგომ პერიოდი ახლა აი გერმანული მხატვრობა ძალიან კარგია. მაგრამ ერთი რაღაცა ერთი მომენტი ახლა არის შეიძლება ბერს ჩემი ნათქვამები ახლა ვიცი რომ ბერს მოსწონები ბერს არ მოსწონებია. არის ეგეთი კატეგორია, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით მაგალითად იტალიური მხატვრობა, ფრანგული მხატვრობა, გერმანული მხატვრობა, პოლონური მხატვრობა,
ყრიბანეს აქ ინგლისური მხატვრობა, ჩემ ბატონო, იგივე რუსული მხატვრობა, ქართული მხატვრობა. ესე იგი მხატვრობას გადავშოთ აი დღეს დღეობით აი მხატვარი აიცი რა ცოტა აღრეული მდგომარეობა. ნახაც უყურებ ქართული გარდასახელია წერე, მაგრამ ვერ გაიგებ ის რა თემაა. აი დავუშვათ ქართულთან რამდენად დაკავშირებული ამას ეს ცოტა ძნელად ხდება მიცხრება. არ იძლევა ნამუშევრები, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია დღეს მხატვრობაში წიგნი გადადის, ადიყეს წიგნები, ფეისბუქები რა ქვია, უამრავ იმას ნახავ და ის გარკვეულ გავლენას ახდენს. მე მიმაჩნია რომ ის რაც შეიძლება ეხლა მე ბავშვობიდანაც მე მინახია ხარებთან დაკავშირებით, სალოცავებთან დაკავშირებით, დოხთან დაკავშირებით, ბავშვობაში რაც ის გონებაშია დარჩენი და იქიდან მოვდივარ. იმებს ცდილობ რომ აი მხატვრული ხერხით გადმოვცე. ჩემში ეგრეა. ნუ ეს აი 70 წელში ვარ. ეგრეა და რაღაცა წაიშლება ჩემში. მაგრამ ახლა თანამედროვე მხატვრები ახლა ზურანიშერაძე, ლევან ცუცკირი და თქვით, ხო, ჩემ ბატონო დიმაერის თავი დიდებული მხატვარი გრაფიკოსი. იგივე ფერწერიც არის. გოგე მახარაძე ძალიან კარგი, თოთიბაძე ძალიან კარგი, ხახტაში ძალიან დიდებული კარგი. თვითონ აპოლონიც ცხენების ის გიჟი ხატავდები დიდებული. ხო, აი თანამედროვე მხატვრობაში ახლა არიან ახლა სუთი ძალიან კარგია, გია გოგუშვილიც ძალიან კარგია, მე ახლა ერთად ვსწავლობთ მე და გია გოგუშვილი. ხო, კიდე კარგი ბატონო არის. ნუ ვიღაც გამოგრჩება, თაღგული არ დაწყდებათ თავისთავად ახლა იმდენი. ნუ ახლა ესენი ვინც ინტენსიურად მუშაობენ ახლა მეცი მე და თვითონ გია ბუღაძეც მე ცოტა თავისი უცნაურობები აქვს, მაგრამ ნუ ერთ-ერთი საინტერესო მხატვარია, თუნდაც გია ბუღაძეც და ბევრი არიან. ჭაუშვილი არის ლევანი და რაღაც პერიოდი თითქოს და აი კლასიკოსი მხატვრების გავლენისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას მხატვრები და რაღაც ექსპერიმენტებს ატარებდნენ და სახელიც მოიხვეჭეს ამის ხარჯზე. მაგრამ მაინც საფუძველი თქვენ როგორც ვთქვით, მაინც ყველაფერი მოდის იმ იტალიური სკოლიდან ძირითადად. ყველა მხატვარში იყო ჯერ ფრესკებიდან მოდის, საერთოდ ფრესკიდან ეს ფრესკები, აგრეგატული ფრესკები, ქართული ფრესკები, ბიზანტიური ფრესკები არსებობდა, ამაზე აღზა ხდებოდა ეს ისე არჩაულია, მაგრამ ჩვენში ეს მხატვრობის წინსვლა, ეს იერარქიული წინსვლები და ეტაპები, ომებაში აჩერა, ომები ახლა არც ერთი სახელმწიფო ქვეყანა არ გაძლიერდა და რომელიც ჩვენზე საფრთხეთან წამოსულიყო. ახლა სვეტიცხოვლის ამშენებელი ერი ახლა რამდენს ააშენებდა მანამდე და მის მერეც. შედოვა რო ქონოდა. და ომები გვიშლი საერთოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული ტრაგედია. ვარძიის ამშენებელი ერი ახლა წარმოიდგინე რას გააკეთებდა, მაგრამ კიდე როგორ ასწრებდნენ ცოტა პატარა შვიდობის პერიოდში. მაინც ასწრებდნენ და ბეშკენობის დარიგროვები. ოქრო მჭედელები, ხო, ოქროს. წერლობაში, მხატვრობაში ეს საღებავები და მასალები, აი და ტექნიკა, თქვენ ძირითადად ზეთში მუშაობთ ახლა მე როგორც უყურებ, შერეულ ტექნიკას თუ იყენებთ? აი მე გრაფიკა, ფანქარი, პასტელი, ახლოა და ზეთი საღებავები. და დანაშენი აკრილი გუაში, მაკვარები, მაგალითად ახლობლად მაგაზე. ღირსეული და ღირებული მასალებია, მაგრამ ახლა მე ზეთი იმდენად ისეთია გამძლეა აი დიდხან მუშაობის საშუალებას გეძლო ახლა აკვარელის რაღაც ეტაპებიდან მე უკვე შეიძლება გაგიფუჭდეს თვითონ მოხდეს ისე რომ თელი დღე ნამუშევარი გაგიფუჭდეს გორსა თავისებური ახლა სიმშრალეები აქვს და თავისებური რაღაცა ზეთი გემორჩილება სულ ზეთს გარდაქმნი გადმოკლი შეცვლი გადაწერი გადმოწერ თეთრი მუქათაკზე მუქს ღიათაკზე ბევრ საშუალებას იძლევა ყოფილა ვთქვათ რომ ერთ ნახატზე რაღაცა ძალიან გახანგრძლივებულად დასრულებდა და გაგიჭირდათ ან გინდოდათ რომ არ დაგესრულებდეთ ასეთი ნახატი. იყო ეგეთი, უფრო ადრეულ პერიოდში იყო ეგეთი ნამუშევრები, რომ აი მაგალითად აი ვეღარ ვანებებდი რაღაც აკლდა, სულ აკლდა და ის ნაკოლონა რა იყო ვეღარა და ბლოდ გასქერდა ტილო ფიცარივით გახდა. იმდენად გასქერდა ფიცარივით გახდა და ვერ დავანებ, ბოლოს დავიღალე და დავანებდით. ეგეთი რამოდენიმეა. ფიცარივით ხდება რომ დაატო, მაგრამ მე უკვე სისქე თავისებურად აზიანებს მე ნამუშევარი, აი როგორც ნამუშევარი ხალხს კდება მუზეუმში ნამუშევრები. ესე ემართება. ერთხელ იყო მოსკოვში ვიყავი და იყო ესპანური მხატვრობა გამოფენილი პუშკინის სახელობის გალერეაში და მიქი ველასკესი იყო, რივერა იყო, ჩემ ბატონო, კიდევ ორი ველასკესი, მაინც გოიაცი იყო.
და ველასკესი ნამუშევარი პირველი დიეგო დე სილვა ველასე დიდებული მხატვარი ერთ-ერთი ესპანელი და იქ მეტალყურე რატომაც მოეფარა და ნახე ერთი ტილო მეთქი როგორია ტილოა თუ ფიცარია ნახე ტილო იყო და როგორც ფიცარი მხელას ის ქექონა თითქოს და ტილოს კი არ შეეხე ფიცარ შეეხე იმდენა ნამუშევარი იყო იმდენი ენერგია იყო დახარჯული და მეც ახლა თუ ასე გასკელდავი ველასკესის ახლა მოდელი ჩემს გასკედება და მე ვერ მივახცე ას მიაღწევ ახლა სა ნახაც რომ ხატავთ ალბათ სანამ თქვა თქვენ ყვაყოფილი არ იქნებით არ ეშვებით ნამუშევარს არა ხო ვერ მოეშვები რომ იგრძნობ რომ ამოიწურე უკვე დაიხარჯე ეს ამოსაზრად დასახარჯე იყო ფიზიკურად გონებრივად არის მორალში დაიხარჯე ვალი მოიხადე მერიანები თავს თუ დაიხარჯე ბოლომდე ვეღარ შეეხედი ნამუშევარს მე ვეღარ ვეხედი როგორიც დარჩება რჩება ეგენი როგორიც არის შეიძლება მომავალში ვატყობ რაღაცა უნდა კიდე დამატება მაგრამ ვეღარ ავდედა განწყობა დამთავრდა ნამუშევარი დამთავრდა აღარ უნდა მე ვერ ვეხედი ვერ ხატები არიან ვერ შეეხედი ამოწურე თავი მასთან всё ვერ რო შეეხო მე იმ შეხებას მოყება კიდე სხვა რაღაც შეცვალა სხვა ტონი შეცვალა სხვა ფერი უკვე სხვა ნამუშევარი შეიძლება გამოვიდეს სხვა რაღაც გადაგკენ ჯობია იმ განწყობამ დაამთავრა ნამუშევარი და მიენდე იმ შენ დამთავრებულ ნამუშევარს აი ბოლო ნახატზე აი ბოლო ფუნჯის მოსმის მომენტში რა ემოცია გაქვთ და ეგაც ხო მაგრამ როგორც ხო აი რო განიცდი აი ხანდახან არის ეს პერიოდი ოფლიც კი სამოსულა რომ გამოდის არ გამოდის ვერ გამოდის არ გამოდის აი რაღაცაშია საქმე ნუ განწყობა გაქვს ისეთი რომ ვერ აკეთებ იმას სული გაქვს იცი გძრომ მაგრამ რაღაცა სხვა რამე რომ ვერ მიდიხარო დაამთავრო რაღაცაშია საქმე ხო ამიტომ ეს რაღაც არის აი მაგალითად მხატვრებში ახლა ერგერკოს ცხოვრებას რო წარმოვიდგინე ახლა მხატვრობის ის გაგის და ბიჟი იყო იმიტომ ეს იმდენად გონებაზე რაღაც გაზეთ მეტი დანახარჯი ახლა ამადეო მოდელიანი იყო ის ისედაც ალბათ იყო ტუბერკულოზზე ჭირდა მაგრამ ისაც გონებით აღარ იყო სეზანიც ვერ იყო გონებით ერთი გონებრივი დარჩა პიკასო სულ დარჩა და დარჩა ეს პრაგმატიკოსიც იყო რაღაც პრაგმატიკოსიც იყო ცოტა ბიზნესმენიც იყო ხო ბიზნესმენი მეტი იყო მაგრამ ჩვენი მხატვარი იყო პიკასო იყო ყველა მხატვრისგან რაღაცა შეიძენა და გაითავისებდა ვერ იგებდა მხატვრები ისინი ვერ იგებდნენ რა მოხდა პიკასო მიცოდა იმიტომ რომ ესპანელი ებრაელი ცოტა ხნის ჩვენი ხალხია უსწრებენ დროს ხო გონება მეტი ერთ მაგათ ბატონიკო აი ფერები თქვენი ნამუშევრებს ახლა ვინც ნახავს მე რამოდენიმე გამოფენაზე ახლა მინახავს თქვენი ნამუშევარი ისე რომ თქვენ იქ საერთოდ არ ყოფილიყართ და აი თქვენ ნახავს რომ გავხედავ უკვე შევხლა რამოდენიმე გამოფენაზე ვიყავი და აი ცალითვალით რომ გახედო გვერდზე მივხვდები რომ ეს უბრალოდ ფერების აღქმითაც ხვდებით რომ ეს თქვენი ნამუშევრები არის იქ ნახატი იყო ძველი თბილისის პერსონაჟი იყო ერთ-ერთი რაღაც ესეთ სპეციფიური ჩაცმულობა მის ვარცხნილობა ეს ფეხსაცმელიც კი ეს შარვალიც აი ეს დეტალების საიდან მოგაქვთ თქვათ ეს უბრალოდ ეგრე წარმოდგენით თუ რაღაციდან ჩაეძიებით ხოლმე წარმოდგენთ რაღაც ალბათ წანაკითხი რჩება ის მეხსიერებაში. ახლა ძველი თბილისის ახლა თუნდი როგორ ეხურა დავუშვათ ის შარვალი განერი დაბლა განერი შავლები რაღაც ესე კამარი ნახონებოდა ერთი რაღაც ლურჯი ნუ მე ჩელებრი ესეთი და აი მიმიკებს სპეციალურად რაღაცას გამოვსახავ გროტესკი ხო იუმორისტული ნამუშევრებია ბევრი ჩემი გროტესკი ეძახით მაგას ესე იგი ხიარული ესე გაცნებული ოდნავ გაღიმებული. ხო რაღაც საინტერესო რაღაცას გვეუბნება აი გამომეწყვილებით. ნამუშევრმა ადამიანმა არ უნდა ამწუხროს რომ ახჯორაც უნდა ყოფილოს რაღაცა როგორც ყოფილა. თავისი ის გაჭირებული ცხოვრება ღიმილით უნდა მოგაწოდოს და ის უნდა დახატო რომ მაინც ღიმილი უფრო მეტია ვიდრე მსახურება ქვეყანაზე. ოდნავ გაღიმებული, სულ გაცნებული არა. პროტესტულად ოდნავ გაღიმებული. დაბოღმილი თუ ჩაღუშვილი ეგრე არა. გადავხედოთ ეხლა თქვენ განვლილ ცხოვრებას, აი შემოქმედებით ცხოვრებას გულისხმობ. აი დასაწყისიდან დღემდე ვთქვათ რომ მოხვედით, აი სათხართ როგორც მხატვარი და მომავალში როგორ ფიქრობთ კიდე ცვლილებას აპირებთ კიდე რაიმეს ეძებთ თუ უკვე როგორც იპოვეთ ამ წერტილი არ არის.
ეხლა ლეონარდომ რო იმუშავა და იგივე მიქელანჯელოს წერტილი კი არ დავუსვამთ, რომ წერტილი დავსვამის მერე ამ სტილით მუშაობა აღარ უნდა მოხდეს. წერტილი დასმული არ არის. ვერ დავუსვამ წერტილს, იმიტომ რომ ერთი გული მწყდება იმაზე, რომ აი ხო დადგებ ეგეთ, რომ ყველა ადამიანს თავის დროზე უდგებ ეგეთ, რო აღარ დამეხატება. დამხატავი რო აღარ ვიქნები, ეგ არის მაგაზე დარდობა. და თქვენ ფიზიკურ შესაძლებლობას გულისხმობთ, რომ დამხატო. ფიზიკურს. ну სანამ თუნდაც გონებრივ. სანამ შესაძლებლობა გექნებათ, ფუნთ ხელს არ მოგუშვებთ. ვერ დაანებენ თავს, მაგრამ ხო არის რაღაცა ამოიწურები, მომთავრდება ის განცდა, არ არის განცდა და წერტილი ზეგარი. ხო, ეგრე გამოდის. იმიტომ რომ მე უკვე რო აღარ გეხატება, რო გეხატება ადამიანი ხალხი გიყვარს, უკვე ურთიერთობა გინდა რო გეხატება, იცი რომ ხალხს მოეწონება და ამათვისაც იხატება, ხალხისთვის იხატება, სხვისთვის იხატება. აი ეცემაცა ხელოვნება და ქართული ხელოვნება და არა ქართული ხელოვნება. თუ ქართული მხატვარია, ქართული ხელოვნება უნდა აჩნდეს იმათ, ხო, რაღაცა ნიშნით მაინც. რაღაცა უნდა ეთყობოდეს ცოტა მაინც ის ქართული. თუ იტალიას ახლა იტალიური მხატვრობა არ აჩნდეს, იტალიელი მხატვარს დავუშვათ იტალიურ ვაკლის მხატვრობას და იყოს დავუშვათ გავდეს ფრანგ მხატვრობას. მიუღებელია რა. ჩვენ ხო ჩვენი ყოფადება ყველაფერი ცეკვა, სიმღერა, ქართული ხუროთმოძღვრება, ფრესკები. ყველაფერი ეროვნული რო არის რა და მხატვრობით მე ვგავდი დავუშვათ ინგლისელს. რა მინდა ინგლისი ხო? დიახ, ეს ჩვენ მეგობარმა ირაკლი ნიკაბაძემს და გახსენა, რომ ამ პიროვნების ნახატებს რო უყურებ, ხო, ყველა ნახატში იგრძნობა საქართველოსადმი, ქართული ისტორიის, კულტურის სადმი სიყვარული და ხვდები, რომ ეს არ არის გადმოღებული, თქვათ, არც ევროპულიდან, არც ლათინოამერიკულიდან, არც არაფერი, არის წმინდა ქართული ფენომენი და ამით არანაირი ინტერესი არ მაქვს. ახლა მე ინტერესია მაზაჩო. ну შეძლებთ, რომ გინდოდეთ ევროპულ ყველაფერს გააკეთებთ, მაგრამ იოლად ხდება ეგ რაღაცა ისეთი მაგდა. აი ცოტა ისეთი qalbi დამოკიდებულა მე ეგეთ შემთხვევაში ხო რაღაცა ისეთი რაღაც უცხორამე დახატე და გავს ევროპულ აი ახ შენახარ კაი მხატვარი. არ მიმაჩნია მე ჩემთვის ეგ. მე როგორც მეხატება ისე უნდა დავხატო და ჩემი წადილი ჩემი სურვილი ნახატა ეგეთი იქნება სულ. ეგეთად დარჩა და ეგეთი გაგრძელდება რა ხაში მჭირდება. ну თქვენ ქართულ თემატიკაში ხართ და იქნებით. ეგ ვიცით. ეგ ვიცით და ცვლილებები შეიძლება იყოს. მოთხოვდი ახლა მისად ვაჟა, მაგრამ წარმოიდგინე მოდი ვაჟა შენ ახლა წერე დავუშვათ რაღაც სხვა კლასიკა. დიახ. ვერ დაწერდა. არც დაწერდა. აი რო გავიხედოთ 10-20 წლის წინ მაშინ თქვათ რა უფრო რომ მე რითიყავით დაინტერესებული მხატვრობაში და ეხლა თქვათ თემატიკები, აი რა შეიცვალა, მოკლედ რო ვთქვათ, თუ რო გადავხედოთ. თუ ძირთადად დაიხვეწა ის რაც იყო. ხო, უფრო ისეთ სახე მიიღო რა, დავინდა, ჩამოყალიბდა, რაც კოლორიტმა, ფერმა გამომა, თავისი ის მიიღო, თავისი როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც უნდა ჩამოქნილიყო და დავინებულიყო, ისე დავინდა. იდეაში უფრო იყო ხოლმე უფრო მეტი იდეა რაღაც მეტი რაღაც მაგრამ როგორც იყო ის გაკეთდა რაც უნდა ჩემ გარაც უნდა გაკეთება ანუ დღევანდელ შედეგს დაჭირდა ფაქტიურად რამოდენიმე ათეული წლები რომ ეს დაგვენებულიყო პრაქტიკაში დაჭირდა იდეაში იგივე დარჩა პრაქტიკაში დაჭირდა იდეას ვერ გავეკეცი პრაქტიკა შევიძინე პრაქტიკა შევიძინე დროში იდეას ვერ გავეკეცი იდეა დარჩა იდეა თქო და მაგიტომ არის შედეგი ისეთი კარგი როგორც არის ხო მე ეგეთი ბატონიკო არაერთი ჯილდო და სამხატვრო აი ესეთი ნახეთ ახლა სიგელები და ესენი აი რამოდენიმე რო გამორჩეულად რო ახსენოთ მაინც მაყურებლისთვის ჩემთვის ახლა ყველა ერთნაირად გამორჩეული რო დააკორო ჯერ ერთი თქვა და მე რამოდენიმე მე ყველა ერთნაირად რაღაცა გავსებს ახლა აღმაშენებელი ახლა როცა აღმაშენებელი როგორი მეფე იყო და ვინ იყო და რა გადაიტანა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა და ესე იგი მთელი ეს არაბთა მთელი 380 წელი კიდე რამოდენიმე ეკლესია ახლა გედაც ეკლესია და უამრავი სიკეთე საქართველოსთვის გაჩენილი საქართველოსთვის დაბადებული ესე იგი საქართველოსთვის აი ეგეთი არის საქართველოსთვის გარდაცვლილი არა დავით აღმაშენებელი საქართველოსთვის დაბადებული იყო გარდაცვალებას ესე ის აღმაშენებელი წარსულში არ არის აღმაშენებელი ჩვენში არის ის არასოდეს არ არის გარდაცვლილი სონაშია ხო ესე იგი აი ეგეთი თქმა რომ აი ხო დაიბადა საქართველოსთვის შეწირული დავით აღმაშენებელი არ იყო დავით აღმაშენებელი საქართველოს დაბადებული
გიორგი სააკაძე დაბადებული იყო საქართველოსთვის, გიორგი წინაშე საქართველოსთვის დაბადებული იყო. შეწირო აღარ უნდა დავარქვათ. შეწირო უკვე დაკინებას, დამთავრებას ნიშნავს. დაბადება მოდით ცოცხალია. ჩვენ თანამედროვეში გულისხმობ დავით წარსულში არის ჩვენ თანამედროვეში. ნუ იგივე ვაჟა ფშაველა რა თქმა უნდა, კალექტივ დაბიძე, ილია ჭავჭავაძე, ილია მოლდარესეგე, ნიკო მუსხელიშვილმა ილია ჭავჭავაძე აღიარა როგორც ნომერ პირველ მათემატიკოსს. ახლა ილია პუბლიცისტი იყო, უცნაური არის. იყო პოეტი იყო, ილია აღიარა ნომერ პირველ მათემატიკოსს. რატო? ილია საკმაოდ თქვა, ნოლები რო დაალაგოთ, 0 სუნოლებიო. არაფერს არ იძლევა ნოლები. დაუსვამთ ერთიანს და всё მილიონია. ეგ მუსხელიშვილმაც ეტობა მაშინ არის, ილია მასწავლა და ნომერ პირველ მათემატიკოსს მილიონი არის. აი, რო დაგვისახელოთ, კარგი იქნება. ყოველთვის აინტერესებთ, თქვათ, მხატვრის შემოქმედებიდან, აი მისი ნამუშევრები, თქვათ, რომელიც ცნობილი ადამიანების კოლექციაში არის, ან თქვათ, სახლში არის, ან არაფრით საჩუქრად გადაეცა თუ როგორ იყო, რამოდენიმე რო დაგვისახელოთ სახელები. აი, თქვი, ნაკია პასკალ მონიე საფრანგეთის ელჩი იყო აქ ჩვენთან, ხო, აქ რამოდენიმეჯერ მოვიდა და ნამუშევარი შეიძინა. პასკალ მონია ირანელი პრეზიდენტი არის, რაც გარდაცვლილია უკვე. რაფსანჯანი იყო ასეთი, მას აქვს ირანელი პრეზიდენტი, დემირელს აქვს, რუსეთში ჩერნომიდის, ედვარდ შევარდნაძეს, ფრიდონ თოდუას დიდებული პიროვნება იყო, როინ მეტროველს, რეზო მიშელაძეს და მაყარა გომეშვილს. ხატვაში ხართ ახლა შრომა არის თავისთავად ეს ყველაფერი და კარგია რომ ადამიანს ხატვარს ცხოვრებაშივე აქვს გარკვეულწილად აღიარება, საზოგადოება უკვე აღექვამს როგორც ღირებულ ხატვარს. აი თქვა პოპულარობა როგორ მოვიდა აი ამ სამხატვრო წრეში, ვთქვათ, ვინც დაინტერესებული არის ამ სფეროში, აი რა ეტაპიდან დაიწყო ეს, რას თუ არის ასეთი რაღაც ზღვარი. 3 წლიდან აი სამხატვრო აკადემიაში პერსონალური გამოფენა მქონდა, იქიდან უფრო ინტერესი გაჩნდა და ეს ინტერესი მე გაღვივდა და უფრო გაგვიდა. საერთოდ აი მე წერანაცად თავდაბლოდაზე რა ბუნებით ეთყობა ესეთი პაპაც ესეთი იყო, ჩემი და ბებიაც. ბებია ჩემი ამილახრების საზნაურები იყვნენ. ქარომიძეები და საერთოდ როდესაც შეხვედრა იყო სადღაც მწერთა კავშირში, მხატვართა კავშირში, საერთოდ ცდილობდი რომ სუბულოს ავდგებოდი. სადაც სუბულოს. ერთი ჯოხი დავდივარ და მაგის გამო. ახლა იყო ისეთი პიროვნები წამიყვანდი და მაინც წინდამსვდი. ავდგებოდი ისეთი წავიდი. უბრალოებამ გააკეთა ძალიან ბევრი რა. უბრალოებამ რომ რაც შეიძლება უბრალოდ რომ ჩანვარ, უბრალოდ რომ ჩანხარ, რომ საქმე თუ ცოტა მეტად უნდა ჩანდე. ბატონო კახაგი გაურთან მქონდა ინტერვიუ და ვესაუბრებოდი და ჯერ უარზე იყო. არ არის საჭირო ნახატებმა უნდა ისაუბროს მხატვარზე. თქვენი ნამუშევრები ახლა თქვენ შესახებ ესაუბრობს. რაც არ თავდაბალი ბრძანდებოდა და ხმაც არ მოიღოთ თქვენი ნახატები თუ უკვე ნათქვამი არის სიტყვა, ხატორნეტივნა ილაპარაკოს. მაგრამ მაინც პიროვნულად ადამიანს ვესაუბრები, რაღაცას გებულობ მისგან ისეთი რასაც ნახატისგან ვერ აღიქვა. კარგი ეს YouTube-ზე ისტორიას დარჩება და ვისაც აინტერესებს ნახავს და ეს მადლობა ამ საშუალებისთვის. სულ კარგად მხატვარი თუ სულ კარგად არის და კაი პირობებშია და რაღაც უზრუნველ პირობებშია, ეს არ არის მისაღები. ხო, საერთოდ ადამიანის თუ კარგად ყოფნა არ არის, ცოტა უნდა იყოს, უნდა იბრძნოს კარგად, თუ ცოტა შეჭირებულად არის მხატვარმა თავი. ან ნებისმიერ ადამიანმა, ხო, იმ კარგად ყოფნას ვერ აფასებს. დაავიწყდება, ასხანერად გარდაიქმნება, სხვა კაცად იქცევა. ფული ადამიანს ცulis. ინტერესებს უცვლეს. სხვანაირი ხდება, ხო? აი ფული კარგი მოსამსახურეა და ცუდი ბატონია, ფულს ეგეთვისება. აი მოსამსახურედ კარგი, მაგრამ მე ბატონი ხდება, აი სანამ ბატონი გახდება, მანამდე იყოს კაცი ფრთხილად, რომ ბატონად არ გაიხადა. ბატონო ნიკო, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრობა ახსენეთ. საფრანგეთის მხატვართა კავშირთან გაქვთ კავშირი თუ რაღაც ინფორმაცია? აი ეგ 2010 წელს აი როცა იქ ვილურთან არის არსებული გალერეა კარუსელში მოხდა ეს ჩემი ნამუშევარი, რატომაც ეგრეა მიღებული, რომ საფრანგეთის მხატვართა კავშირის წევრი სამრედა ზუსტად არ ვიცი. აი მაგის დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს.
რუსეთთან დაკავშირებით რუსეთის სამხატვრო ხატვათა კავშირი ანუ ეს ძველი პერიოდიდან ხართ განაწევრიანებით როგორც იყო ჯუზეპე ლამპრედუზოს სახელობის ოსკარის აი ეს ჯილდო ამ ჯილდოს ეს ჯილდო გაქვთ ხო მიღებული თუ ახთენს ეს ჯილდოები და ეს ყველაფერი თქვათ რაიმე ზეგავლენას თუ მოახდინა თქვენზე დიახ აი თქვათ აი უფრო მეტი თქვა დაინტერესება თუ არის მეტი შეკვეთები ან პირ რაღაცა აქვს გავლენა აქვს ამ ხრივ რომ რაღაცა ის ავტორიტეტს წევს ხო ნუ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვს თვლია რომ ესე იგი შენ ამე დაუხატმავთ ის დაინტერესებული კი რა ხო ნორიო შევიღავით ახლა ჩვენ მე გაგიცანეთ თქვენ პირადად გამოფენაზე ძამაშვილი მარტყოფში დიახ მარტყოფში და ნორიოს საპატიო მოქალაქე ასეთი მარტყოფის 2005 წელს ახლა გარდაბნისაც უნდა იყო ნუ ამ თვითონ თქვეს გარდაბნის ნორიო კაი ნორიო და მარტყოფი ახლა მე ცოტა გვერდ რადგანაც არის ეგრეა გვიქვი ბოლოსთვის ახლა აუცილებლად ჩვენ უნდა შევეხოთ ლიტერატურამ იმის და მიუხედავად რომ თქვენ ამდენად ფერწერაში ვთქვათ ხატრობაში ამდენ დროს გართმევთ ეს ყველაფერი მაინც ხადა ორი საცმელი ლიტერატურაში წიგნზე მუშაობ აი ფაქტიურად ისტორიკოსის შრომაც გიწევთ მხატვრის შრომაც და მწერლის შრომაც ახლა შრალად ისტორიულ ფაქტებს ავარდებთ რაღაც ალბათ ქართლის ცხოვრება საინტერესო კარგი მასალები ქართლის ცხოვრებიდან ისე ვერ დაწეხლი ისტორია მკაცრია და მოსაზრებები სხვადასხვანაირია და საკუთარი განწყობა ან მოვლენები ისტორიაში რა ხდება იცით რომ თუ ისტორიული წყარო რამე დოკუმენტი არ არსებობს ეგეთი დრო არის ჩვენს წარსულში დავშა წყაროები არ არის აი მაშინ ლოგიკა რა გამოიყენო ლოგიკურად რა შეიძლება მოხდარიყო წყარო არ არსებობს ლოგიკა ყველაზე გადამწყვეტი წყაროს გარეშე ესეთია ლოგიკურად ადამიანის გონები ემორჩილება ლოგიკა ცოტა თქვათ სუბიექტური დამოკიდებულება მაინც შეიძლება იყოს რაღაც მომენტში მაგრამ ეს ავტორის ხედვა არის არავითარი ცოდი არ არის ხოლოდ წამკითხველი ბრძნობს ინტუიციით ბრძნობს ეგ რომ წაიკითხავ რამე წიგს ხო ბრძნობ იქ შენეულ ანალიზს ხო უკეთებ გონებაში აუცილებლად ლოგიკა მოგეხმარება წყარო არ არსებობს ესე იგი უნდა დავიჯეროთ ამას გიორგი სააკაძე და კიდე წიგნის სხვა რომელიც შეგიძლიათ დაასახელოთ. ახლდე დაკოლისია ცოცხლია ეს ჩემი წიგნი და კიდევ ერთი არის მე და სერგი ლომაძელი დავწერე ჩემი ხელმძღვანელობით დავწერეთ ის წიგნი სააკაძის ეპოქა ამოსაწყურად რომ და არის კიდე ეს წიგნი ნიკო ხერკელაძე და ციალა მესხია ეს არის შოთა მესხია ძმისშვილი ციალა მესხია ისტორიკოსი შოთა მესხია და მე და იმან დავწერე ერთობლივად აქ ილუსტრაციებიც არის რა თქმა უნდა მაგ რა თემატიკა არის ხატრობის თარხანოურების როლი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ისტორიაში აი ილუსტრაციებია აი შახაბას პირველი როგორი იყო აბა ესეთი კაცი რა კარგი სურვილი იქნებოდა ჩვენთვის არ არსებობს ეს არის ირანული მოტივი ქართველები ირანში ეს დაუთხანი იყო სიმონ პირველი მეფის ძმა ანტიქართველი იყო ირანული მოტივი ქართველები ირანში ესაც იგივე ქართველი ხოსრო მირზა ჩვენთან მეროკის როსტომ მეფე ახლა მაინც მოწყენილები იყვნენ დიდათ აი ქეთევან დედოფალი აქაც არის ქართველი მეომრები ტაშისკარი ზომინა 1609 წელი ქართველი მეომრები მოცხენები აი ერთი წამი კიდე გენელის ნიშნობა ესე წილკნელი ეპისკოპოსი პართენი გიორგი სააკაძის თანამოაზრე აი კიდე ცხეთელი კათოლიკოსი ზაქარია სააკაძის თანამოაზრე გიორგი სააკაძის თანამებრძოლი ჯიმშერ ინაშვილი ესაც სააკაძის თანამებრძოლი იყო ჯიმშერ ინაშვილი ზუსტად მარტყოფის ომის მიღი პაპუნა ვაშაყაშვილი და ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი გიორგი სააკაძის შილიშვილი შაჰნავაზი ვახტანგ მეხუთეს შაჰნავაზი ხო სააკაძის
მაიცადე გეტყვით ახლა სააკადის შვილიშვილი. შააბი გიორგი სააკადის შვილიშვილი კი ზუსტად ეგრეა. ეს არის გიორგი სააკადის ცხელი მარტყოფიდან ეს. ეს ბერიკაობა მარაბდის ომი მარაბდელები ერთ-ერთი დაჭრილი მეომარი ეს ცხენი. ეს ქსნის ციხე ლომესის სალოცავი საიდანაც დაეშვა ირანული მხედრობა ამ ქედიდან საინტერესო მომრენელია. ისტორიული წყაროთი. ეს ჩემი წინაპარი ეს შალვადევის ბარი ერისთავები და ბიძინა ჩოდოყაშვილი 1659 წელი. წმინდა ნაჩერეცხოველი. ილუსტრაცია. გარკვეულწილად წარმატებული სპორტსმენი არის თუ მსახიობი არის თუ მხატვარი არის თავის ქვეყანას წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე და თქვენი შემოქმედებაც ეგრე არის თქვენ ახსენეთ ტრედიაკოვის გალერეა იქეთ ლურთან არსებული კარუსელის გალერეაში სამი ნამუშევარი რომელიც უკვე ბევრს ამბობს საქართველოს კულტურის შესახებ და ეს ალბათ გარკვეულწილად ასხოსგებლობა არის აი რა გზნობა არის ეს როდესაც ვთქვათ წარმოადგენს შენს ქვეყანას. ეს ნამუშევარი აი ლურთან არსებული გალერეა კარუსელში ხომ არის ფიროსონის მეგობრები. იქ მოდიმა იქ დარჩა შეფასებულია ცოტაში 30000 ევროთ და ეხლა ამის გადახდა შეიძლება და ჩემთვის მაგრამ რახან ლურთან არსებულ გალერეაში არჯობია იქ იყოს ვიდრე ფოტოგრაფიამ ფოზე ხარიზომება ყველაფერი და ასევე ეს ტრეტეკოვშია სამი ნამუშევარი სადიპლომო მთელების ოჯახი ზეიმთაში მთელების ოჯახი და აღარ მახსოვს კიდე ერთი ნამუშევარი რომელ გალერეებთან თანამშრომლობთ თქვა სად არის თქვენ ნახატები დღესდღეობით ან რომ სად იყო კიდე აი საქართველოს საფრანგეთში რაც ვთქვით ეგა ლურთან არსებულ გალერეა კარუსელში ჩემო ბატონო მოსკოვში იყო ხოლმე საბჭოთა პერიოდში მოსკოვში ხშირად ვაგზავნიდი და ნუ იყიდებოდა იქ აი საქართველოში ამჟამად თქვენ ნახატები სად შეიძლება თქვათ რომ გარდა სახლისა გალერეაში სად შეიძლება იყიდოს თქვათ გალერეა კამიაში ერთი მეორე ხლა სახელი არ ვიცი ამ გალერეა ორი გალერეა კი არის კიდე ხო რამოდენიმე გალერეებში ნუ თქვათ რომ მოვიზიოთ და ინფორმაცია გავაჩქაროთ თქვენ ნავთეკი არ იქნება ერთი მაჭავარიანის გალერეა ნიკა მაჭავარიანის გალერეა არის სახელი არ მახსოვს თქვენ ხატავთ და ძირითადად ამ დეტალებით იმდენად არა ხო ოჯახის წევრებიც გეხმარებიან ხო ეს ფაქტორებს რაიმ ყველა იმ დეტალებს შეიძლება ყველაფერს ვერ გაცდები ადამიანი აი როგორ ჩემი შვილი გეხმარება ლუკაფია ეს საუკეთესო ბატონიკო აი ახლა ლუკაზე და ესეთ ახალ თაობაზე ზოგადად ახალ თაობას მაგრამ განსაკუთრებით მაინც აქცენტი რომ გავაკეთოთ დამწყებ ხატვრებზე არ აი ვინც ჯერ კიდევ მხატვარი არ არის ან და ვინც ცდილობს რომ მხატვარი გახდეს იმათვისაც რჩება რომ მიცეთ აი თქვენ როგორც გამოცდილ მხატვარმა და ზოგადად მომავალ თაობას ურჩიოთ თქვენ ასე აი ერთი რამეა მან რომ ადამიანი როგორც შეამჩნევს თავის თავს რომ მისწრაფება არის დაუშვათ მხატვრობისკენ ანუ კინო ან დაუშვათ მსახიობი ან დაუშვათ მომღერალი მუსიკოსი ეს რო შეამჩნევს ადამიანი ხო თუ დაინახა რომ ნახატი მოეწონა თავის დახატული ნახატი მოეწონა გარემოს ოჯახს მშობლებს მეგობრებს ხო უნდა თუ იგრძნოს არა მე სერიოზულად უნდა მოიქცეს თავის საქმეს იქ უკვე იქ რაღაცა მაგაცებთან მეგობრებთან ქუჩაში რამე ცოტა მოაგავს ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა შეიძლება წაგართვას მხატვრობამ და უნდა შეწირო ხო ეგრე რასაც შეწირა ზუსტად იმას მიიღ რაღაცა მეც ეგრე ვატყობ კი იმას მიიღ თუ შეიწირა არაფერს არ მიიღ რაც არ იწვის ის არც ანათებს ეს აუცილებელი პირობაა რომ ითხოვს თვითონ მხატვრის ცხოვრება თუ გინდა ჩაერთო მხატვრის ცხოვრების წესში ის პატივებელი არ არის დიდი სიყვარული შეუძლია მხატვრობისთვის თავგამწიროს მხატვრებს უშ შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცა ხდება თქვენ როგორც ვთქვით შეიძლება ტილომ გაგვებუტოს ასეთ რაღაცას ფერი საერთოდ გაიბუტება და აღარ გემორჩილება ნუ აღარ გწმენ აი ვერ დიდ შინაგანს სიყვარულს ითხოვს და ვერ დაადმენ ფერი არ მაგახმეს პალიტრაზე ფერი რო გახმენ ჯერეთი ფასი ძირია
მე რო გახმება და ვერ დაიხატა ტილოზე არ დაიხარჯა და პალდაზე კარგი ხმაფერი და სახლში მოხვედი გვიან არ ნაუღალოდ თუკი მხატვრობას უთმობ ცხოვრებას ფაქტიურად რაღაცებზე უარი უნდა თქვათ კი ბერნანის აქ იმდენი სიამოვნებაა მხატვრობაში იმდენად სიკეთეა და იმდენად კარგი მომავალი მოდის შენ მარტო შრომაში მხატვარს მარტო შრომა შეეძლო თვითონ მოდის ყველაფერი აი ეს რაც არის ხედავ რაც აგაგიზზე აი თვითონ აი არ ველოდეთ დაგიძახებენ უნდა მოხდა მაგრამ ხოდა იხარია ესე იგი მეთქი ნუ რაღაცა მაგრამ მაინც ისეთი თავდაბალი რჩები ისეთი რჩები როგორიც ვარ მე არ ვიცი ერთი კიდე რამე ახლა მე მაგალითად აი რო ცხოვრობდი იგივე თბილისის რომ პრესტიჟულობა ეკავდა საბურთალოზე ან სოლოლაკში თაცმინაის სადღაც იქ რომ მეცხოვრა მე ხო ეხლა ახლობლები არიან და ყველასაკაც ხო მოვიდოდნენ ყოველ მეორე დღეს მესამე დღეს გამაცდებდნენ მე პიკნიკები იქნებოდა აქეთ რო არა რა აქ მოსვლა ეზარებათ არ წამოვიდა თავის პლუსიც აქვს ხატვაში არ გიშნებ არა შემიშინეთ აქ არავინ არ მიშლის ხელს აქ ხატავ წერ და უხად გამოდის ბევრი გამოდის ნაკეთები ნაშრომი ბევრი გამოდის ეს დადებითი მხარეა დავუშვათ ჩემ დიდი ვაში ცხოვრებას უნდა და თაჯახის წერებს ახლა მაინც მე ხატარი რო ხარ იქ ჯობია არა ჩემს საგჯობია ფაქტობრივად კითხვაც არ უნდა ეხლა მაგრამ სავარაუდოდ მეორე შანსი ვისაც არ უნდა მიეცეს ახლა ფიქრობს რაღაცაზე მაგრამ თქვენ იმდენად გიყვართ ეგ საქმე მხატვრობა და მხოლოდ მხატვრობა და ეს წერლობა და მხატვრობა ეს ისტორია გიყვართ ეცნობით და ისტორიის დეტალებზე აწყობთ სიუჟეტებს ხო იყო რა 5 წელი მუშაობდი ამ წიგნზე გიორგი სარგაძის წიგნზე 5 წელი ყველა დეტალი ყველა ავტორი თუ კი იმეს რამე დაწერილი ქართველები არა ქართველი სულ ყველაფერი მოვიყვანე რომ ჯერ ერთი დაახლოებით 30 პოეტი იყო არსებობს ზოგი ცოცხლები დღეს რომ სარგაძე ლექსებია დაწერილი არავინ არ იცოდა რაღაცა ნაწილმა იცოდა აბა ის აღარ იქნებოდა მაგრამ სულ გამოვაკლო ყველაფერი შევიტანე ამ წიგნში შევიტანე და ერთ-ერთი პიროვნება იყო სერგო წურწუმია გენერალი ლეიტენანტი იყო და ეს წიგნი მაჩუქედა ნუ წაიკითხა მე დამიბარეს ჩვენთან ერთი იყო დიოსკორია 2005-ის ქართველთა და აფხაზთა შეერიგების კავშირის თავმჯდომარე გარდაცვლილი ცხოვრება დამიბარეს ნუ მივედი რა ახლა დამიბარეს პატივისცემდა მივედი და არჩეული ხარო შენო რა საპატიო გენერალ-მაიორად ახლა ეს ხატვარი წერა და ახლა გენერალ-მაიორი აი სურათი აი ეს აი ნახე იქ არის ხო და ეს მედალი რაც იქ არის მანდალი მაინც ასე უნდა რომ დაგიფასდათ ეს თქვაც მარაბდის მოვლენების განხილვისათვის ახლა რატომ აი გენერალ-მაიორი რატომ ახლა ჯარში არ ყოფილა შენ გენერალ-მაიორი ფაქტობრივად სტრატეგია არის მარაბდის მოვლენების განხილვისათვის თეორეტიკოსი სტრატეგი თეორეტიკოსი მარაბდის მოვლენებს აი რა წაიკითხა მარაბდის მოვლენების განხილვას სხვა კუთხით არის რო არც არ გამიხილეთ არ გაკეთებ აი ეგრე არის ცნობილი თავს იქ ო არც მე გამიგონია რო წაიკითხა ვიცი რომ წაიკითხა ძალიან წაიკითხა ამ წიგნს ეს გულმოდგინე მარაბდის მოვლენების განხილვა ხა რადგანაც მოსმენინ მაქვს თქვენგან ორ მაგინტერესეთ კი მან არის რაღაცა ისეთი რამდენი ყავდა სარკაძეს მე რა მოხდა მე იმის მე რა სულ რა მოხდა და სულ ესე იგი სარკაძე უნდა იყოს რაღაც არის ოქროში დიდი მადლობა ბატონო ნიკო ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ხელოვანთა არხი YouTube-ზე აიტვირთება ეს მასალა და ვისაც დაინტერესებს გაეცნობა ბევრი დაინტერესებული არის თქვენი პიროვნებით და კარგია რომ ესეთ სიღრმისეულად დრო დაგვითმეთ და მადლობა დიდი მადლობა ბატონო ესო თქვენ რომ ასეთი გულმოდგინე შეკითხვებს აზრებს ამბობდით შეკითხვებს მისვამდი და ეს გულწრფელობა ჩანდა ესეთი გულწრფელი დაგტო ცხოვრებაში მრავალი ათეული წელი როგორც წესია გულწრფელობა არის ყველაზე პირველი აუცილებელი პირობა ყველა ურთიერთობისთვის ოდნავ აი რაღაცა რო არის ხო იცი ადამიანს ყველანაირი წარმატების გზა არის გულწრფელობა სიმართლე სინათლე აი ეგ არის ყველაზე კარგი ღმერთმა მოგეყო